ქართველობ, რადგან გენით მქვია ისევ ქართველი. აქ მეომარი დღესაც ისევ ბევრი იზრდება. ისტორიულად იმდენი მაქვს თქვენთვის სათქმელი, ალბათ არც ერთ-ერთს არასოდეს დაესიზმრება. მე სიამაყით მეცხადება ჩემი წარსული. გრძნობ წინაპარი, რასაც მაშინ თავად ხვდებოდა. ესმოდათ ისიც მრავლად იყო ხალხში განთქმული, ომში გმირობა სიცოცხლე დრონ გაგრძელდებოდა. მაშინ წინაპარს ამშვენებდა ხელში მახვილი, თავს მუზარადი, ტანს კი მყარი ჯაჭვის პერანგი. არ ვის ეგონოს, რომ მის ყოფა გახლდათ ადვილი, ასე მარტივად მარცხდებოდა მტერი ვერაგი. რამდენი მტერი და მოსისხლე გლეჯდა ჩვენს მიწას, იყო წუთები ძნელბედობის ჟამიც დგებოდა. ჯანღებს კვეთავდნენ ჩამოწოლის ჩვენი მთებისას, ალბათ ეგონათ, რომ ქართველი დამარცხდებოდა. ვინ თქვა ქართველის დამარცხება ოდეს ხდებოდა, გულანთებული მომხდურს მარად მუსრს რომ ავლებდა. ხმალნაკრავიც კი ისევ გლურად წამოდგებოდა და ქართულ მიწას მის სიცოცხლეს ანაცვალებდა.